რუბიოს განცხადებაზე მინდა გკითხოთ, რუბიო USAID-ის გაუქმებაზე საუბრობს ის და აღნიშნავს იმას, რომ ამერიკიდან დაფინანსება არ არის მიზანშეწონილი. რას ნიშნავს რუბიოს ეს განცხადება და დასტურდება თუ არა, რომ საქართველოშიც გაუმჭირვალედ მუშაობდა NGO სექტორი, როდესაც იღებდა ამერიკიდან დაფინანსებას, არის თუ არა დასტური ეს? ხო, კითხვის ნიშანი არ უნდა დავსვათ იმასთან დაკავშირებით, გამჭვირვალე იყო თუ გაუმჭვირვალე თანხები, რომელიც შემოდიოდა საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მე მგონი დღეს ყველასთვის ცხადი და ნათელია თუ რას ხმარდებოდა აღნიშნული თანხები. რაღაც ნაწილი ძალიან მცირე მოდელი თანხები მიემართებოდა სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად იფუთებოდა ამით და რეალურად თანხები მიდიოდა პოლიტიკაში, ქვეყნის შიდა პროცესებში, რომ დაეფინანსებინათ აგრესიული ჯგუფები, დაეფინანსებინათ ქვეყანაში საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა, დაპირისპირება, პოლარიზაციის გაღვივება. ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა და არაერთხელ გვისაუბრია აღნიშნულთან დაკავშირებით. ამიტომ საუბრობდით ჩვენ გამჭვირვალობაზე, ამიტომ საუბრობდით იმის აუცილებლობაზე, რომ საზოგადოება უნდა იცოდეს და რა თქმა უნდა სახელმწიფომ თანხები, რომელიც შემოდის ქვეყანაში, სად მიემართება და რა მიმართულებით იხარჯება. რუბიოს განცხადებაც მეტყველებს იმაზე, რომ თანხები, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში USAID-დან შემოდიოდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩვენებს. პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით ფასებთან განცხადებას გააკეთა პარლამენტის ნაწილშია და სუსმა დაიწყო გამოძიება ამასთან დაკავშირებით რას პროგნოზებს? ნუ ფასების რეგულირება ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია იმ სასურსათო პროდუქტებზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. ხოლო შედარებებს თუ გავაკეთებთ საქართველოში კონკრეტულ პროდუქტებზე არის გაცილებით მაღალი ფასები, ვიდრე მაგალითად ევროპულ ქვეყნებში. მაშინ, როდესაც ეს ასე არ უნდა იყოს. შესაბამისად, საჭიროა ამის დარეგულირება, იმიტომ რომ პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, აისახება ადამიანებზე, ვისაც დღეს ყველაზე მეტად ჭირდება თანადგომა, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. შესაბამისად, ამის დარეგულირება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ და ძალიან მალე იქნება მოწესრიგებული. არის ბევრი ქვეყნები, სადაც მაგალითად, რა ვიცი, ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის ფქვილი, პირობითად ვიძახის ზეთი, არის გაკეთებული სპეციალური კალათა და ფასები არის მითითებული იმაზე მაღლა არ უნდა იყოს. მოდი დაველოდოთ ჩვენ მოკვლევას, თუ რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ფასები ძალიან განსხვავებული და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დარეგულირდება და მოწესრიგდება. ამ თემასთან დაკავშირებით გითხავთ, ოპოზიცია ისტერიაშია და არც მეტი არც ნაკლები ფასების კლებებს ეწინააღმდეგება, რომ შევაფასოთ. ხო, ნახეთ ზოგადად თქვენ თუ დააკვირდებით მათ ქმედებებს, ყველაფერი კარგი რაც ხდება ქვეყანაში, ყველაფერს ეწინააღმდეგებიან. აბსოლუტურად ყველაფერს. რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყანას, ყველაფერს ეწინააღმდეგებიან. პირიქით დარბიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შეუშალონ თუნდაც ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ასოცირების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნა, ქვეყნის დასანქცირების მოთხოვნა და ამაზე ღიად საუბრობენ. კი არ მალავენ, ღიად საუბრობენ და ამით ამაყოფენ, რომ ქვეყანას ებრძვიან. პირდაპირ ღალატ ჩადიან და ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული, თავიანთი მესიჯ ბოქსით, თავიანთი განცხადებებით, რა ვიცი, არაერთი განცხადება ვნახეთ, ხო? მე შეერთვაინც აბრალებდნენ იმას, რომ აი კანდიდატის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ბრიუსელში დადიოდნენ კაბინეტებში და ითხოვდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული ქვეყანა დაესანქცირებინათ და ასე ჩვეულებრივი მოღალატე ქვეყნის წრები არიან, ხო რაზე უნდა ვისაუბროთ. იმართებიან გარედან, რასაც ავალებენ, რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებენ. ამერიკის სანქციებთან დაკავშირებით გქონდათ. ამერიკა სანქციებს უწესებს ევროკომისიის წევრებს და საქართველოს ჭრილში რომ ვივარაუდოთ, ევროკომისიაში ამაზე ამბობენ, რომ სუვერენიტეტის შევარდა ჩვენი საქართველოს ჭრილში. ხო, ნუ არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი მათზე აისახება, ხო? სხვა ქვეყნებს თვითონ რო უწესებენ და მოწოდებებს აკეთებდნენ, მაშინ როგორ იყოს საქმე? თუნდაც საქართველოსთან მიმართებით ხო გვახსოვს რა განცხადებები ეკეთებოდა და ევროპის რამდენიმე ქვეყანას საქართველოს და კონკრეტულ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესა, ხო? და მაშინ რა გამოდის? ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს, ხო? ესე იგი ის რაც მათთვის პირობითად ვიძახის ზოგად კონტექსტში მისაღებია, ჩვენთვის არ შეიძლება
და ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს თუ რა პროცესები მიმდინარეობს, რა ხდება, ვის რა ინტერესი აქვს, ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ არის ჩვენი მოყვარე და კეთილსურვენი. ძალიან მარტივი გასარჩევია დღეს მით უმეტეს იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში. ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის, მიზეზების და ტენდენციების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. საჯარო ანგარის ვალდებულების მარეგულირებელი მმართველობით საქართველოს ევროპის საუკეთესო ხუთეულშია. რამდენად დიდი მნიშვნელობის არის ეს? ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად კორუფცია სერიოზული გამოწვევაა ყველგან მთელ მსოფლიოში, ევროპულ ქვეყნებშიც. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ აღნიშნული მიმართულების პრევენციული ღონისძიებების თვალსაზრისით ვდგავთ კონკრეტულ ნაბიჯებს და ძალიან მიხარია, რომ ქვეყანა ზოგადად ამ მიმართულებით და განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით არის მოწინავე ყველა საერთაშორისო სტატისტიკა, რომელიც არის ჩატარებული ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით, ეს ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებული კვლევები, რომელიც არის სამართლიანი, ყველა მიუთითებს, რომ ქვეყანა წინ მიდის, ქვეყანა ახორციელებს რეფორმებს და დგავს სწორ ნაბიჯებს. აი ამ შედეგების მიუხედავად ევრობიუროკრატები მაინც გვაკრიტიკებენ და აი კრიტიკის ნაწილიც რო ხო, მაგას არ უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება, ხო? ეს კრიტიკა ჩვენ ხო ვიცით, რატომ ხდება და რა არის ამის მთავარი მიზეზი. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ არ მივიღეთ მათი ბრძანებები, ქვეყანაში არ გავხსენით მეორე ფრონტი და არ შემოვიტანეთ ის უბედურება, რაც სამწუხაროდ დღეს უკრაინაში ხდება და მეორე ეს არის ის მოწოდებები სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც არ გავითვალისწინეთ, იმიტომ რომ დამანგრეველი იქნებოდა, დამაზიანებელი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის, იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც შრომობს, მუშაობს და თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ეს იქნებოდა უმძიმესი პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავდექით მტკიცეთ, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნის მომავალს ჭირდებოდა და ეს პოლიტიკა გაგრძელდება მომავალშიც და ეს არის მიზეზი, რატომაც ვისმენთ ჩვენ ამ კრიტიკას.